არა. რა ჯობია ჩავიცვა ეს თუ ეს? ამელკა, სად მიდიხარ? მეგობრის წვეულებაზე? გარც კი იფიქრო. კი, მაგრამ რატომ? საშინაო დავალება გააკეთე და მერე ოთახი დაალაგე და მერე ვნახოთ. მაგრამ ხვალ ყველაფრის გაკეთება შემიძლია. სანამ ამას არ გააკეთებ, ვერ წახვალ იცოდე. უბედურებაში ვარ. იმედია ამელკა მზადაა. ხო, ამჯერად არ მინდა დავაგვიანო. გამარჯობა ბავშვებო. შუა დღე მშვიდობისა. ამელკას სასაყვანად მოვედი. ამელკა დღეს არსად არ მიდის. ის არ მოდის? ის დასჯილია? მას უბრალოდ ბევრი საშინაო დავალება აქვს გასაკეთებელი. მასთან მისვლა და მისი მონახულება მაინც? კი, შემოდით. ამელკა, რას ნიშნავს ეს? რატომ თქვა დედაშენმა რომ წვეულებაზე არ წამოხვიდები? შევთანხმდით რომ ერთად წავიდოდით. არა, მინდა წასვლა, მაგრამ დედაჩემი არ მიშვებს. რატომაც არა? ის ამბობს რომ ჯერ საშინაო დავალება უნდა გავაკეთო და ოთახი დავალაგო. დაალაგო? ეს ადგილი სუფთაა. მთელი შაბათ-კვირისთვის გვაქვს დავალებები, ამიტომ წვეულებაზე ვერ მოხვდები. ვიცი, მაგრამ არჩევანი არ მაქვს. ისმინე, იდეა მაქვს. რა იდეა? კარგი, თქვათ რომ ჩემი კომპიუტერი გაფუჭდა და შენი დახმარება მჭირდება. მაგრამ არ ვიცი როგორ შევაკეთო კომპიუტერი. დედაშენმა იცის ამის შესახებ? არა. კარგი, მაშინ ის დაგიჯერებს. დედიშვილის მოტყუება არ არის კარგი. გინდა წვეულებაზე წასვლა თუ არა? მინდა. მაშინ წავედით. ამელკას რაღაც აქვს შენთვის სათქმელი. განაგრძე, გისმენ? მიდი თქვი? ლეოს კომპიუტერი გაფუჭებულია და მას ჩემი დახმარება სჭირდება. როდიდან იცი კომპიუტერების შეკეთება? ცოტა ხნის წინ ვისწავლე. ეს სიმართლეა? კარგი, კი, მართალია. თხოვე, ტელეფონის გაკეთებაში დამეხმარე თქო და მითხარი რომ არ იცოდი როგორ გაეკეთებინა. და ეს ტელეფონია და არა კომპიუტერი. კომპიუტერის გარეშე ონლაინ გაკვეთილებს გამოვტოვებ და მე 200 მივიღებ. შემდეგ ვისი მშობლები დასჯიან მას. კარგი, შეგიძლია წახვიდე. Yes! მაგრამ ამის შემდეგ სახლში წამოხვალ და საშინაო დავალებას გააკეთე. რა თქმა უნდა, დედა. მოიცა, ამელკა, ხელსაწყოები მოგაქვს? რასახის ხელსაწყოები? ტანსაცმელი, ფული, წვეულებისთვის. დიახ, ხელსაწყოები. ტანსაცმელს თან წავიღებ. წვეულებაზე და გამოვიცვლი. კოსმეტიკა წამოიღე, ჩემი დამავიწყდა. გოგოებო, მომისმინეთ, შეგიძლიათ ფული მასეს, ხო? ისევ. ჯერ ძველი ვალები დააბრუნე. ერთ კვირაში დავაბრუნებ, პირდებით. კარგი, დააბრუნებ, მაგრამ პროცენტით. პროცენტს მე ვერ გადავიხდი. დამშვიდი, ხუმრობს. სადვარ, შეგვიძლია წავიდეთ. დღეს საღამოს წვეულებაზე ვიქნებით. იცი? გოგონამ, რომელიც წვეულებას მართავს, თქვა რომ მისი მშობლები რამდენიმე დღით წავიდნენ. მაგარია, შეგვიძლია მთელი ღამე დავრჩეთ. მთელი ღამე ვერ დავრჩები. კარგი რა, ამელკა. თუ მთელი ღამე წავალ, დედაჩემი მიხვდება. კარგი, წავიდეთ. დედა, შენ აქ რას აკეთებ? შენ რა, ისმენდი? მოიცათ, ლეოს დედას ახალხან დაურეკე და მითხრა რომ კომპიუტერი მუშაობს. მართლა? ეს სასწაულია. თავისით უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მაინც უნდა დავრწმუნდეთ რომ ყველაფერი რიგზეა. კარგი, მოიცა. რა გიდევს სურგჩანთაში? ხელსაწყოები კომპიუტერის შეკეთებისთვის. ხელსაწყოები? თუ რაიმე წვეულებისთვისაა რამე? ვაიმე, ცუდად გვაქვს საქმე. გავებით. ამელკას აქვს, ჩვენ არ დავისჭებით. გეგონა მომატყუებით და წვეულებაზე გაიპარებოდით? არა, მართლა. ჩვენ სულაც არ ვართ ასეთები. დედა, გთხოვ, მხოლოდ ერთი ღამით. არა, ამელკა, შენზე ვნერვიულობ. ღამით ბევრი ბანდიტი და ხულიგანი დადის. არი ნერვიულო. ამელკას ჩვენ მივადევნებთ და ჩვენ თვალყურს. დავიცავთ მას. კი, და თქვენ თვითონ ვინ დაგიცავთ? წვეულებაზე ჩვენი ბევრი მეგობარი იქნება. ისინი დაგვიცავენ. ბავშვებო, კარგი, გაგიშვებთ წვეულებაზე. Yes! მაგრამ ყოველთვის არის ერთი, მაგრამ შეასრულეთ ამ სიაში მოცემული დავალებები და შეგიძლიათ წასვლა. ღმერთო ჩემო,
ცხოვრებაში ამდენ საქმეს ვერასდროს ვერ გავაკეთებთ. კარგი, მაშინ წვეულებაზე არ წახვალთ. კარგი, თანახმავართ. კარგი, შესანიშნავია. რამდენიმე საათში შევამოწმებ. თუ ყველა ამ დავალებას 3-ზე გავანაწილეთ, უფრო სწრაფად შევასრულებთ. ჩვენ? რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? წვეულებაზე მაინც შეგვიძლია წასვლა. ამელკას რო დავეხმაროთ. აქ ჩვენ ვერ დაგეხმარებით. ამ ამოცანების შესრულება შეუძლებელი არის. ლეო მართალია, დედაჩემმა განგებომცა ამდენი დავალება, რომ წვეულებაზე არ წასულიყავი. ნახოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არც ისე ცუდია. ჭერის გაწმენდა? კარგი, ჩვენ მას ვერც კი მივწდებით. კარგი, იატაკის კვილის პასტით გახეხვა? ორსართულიანი სახლი მაქვს. იცით, რამდენი კვილის პასტა გჭირდება? და კიდევ, თეფშების ანბანის პრინციპით დალაგება. რანაირად? კარგი, ვერ ხვდები, ამ დავალებების ნახევრის შემოწმება შეუძლებელია. გონი დედა რამეს მოიფიქრებს. ანუ როგორ დარწმუნდები, რომ თეფშები ანბანის მიხედვით არის დალაგებული? კარგი, ეს შეუძლებელია. ყველაფერი რაც უნდა გავაკეთოთ, არის რომ დედას უთხრათ, რომ ეს დავალებები ჩვენ შევასრულებთ. რა მოხდება თუ ის არ დაგვიჯერებს? დამტკიცოს, რომ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. კი, და მას ამის დამტკიცება არ შეუძლია. მართალი ხარ, უმარტივესები უნდა გავაკეთოთ. და დანარჩენები დავაიგნოროთ. მაჩვენე. მაგალითად, ოთახის გაწმენდა საჭირო. ამას ავიღებ. ჭურჭლის გარეცხვა, მე გავაკეთებ. მაშინ ავიღებ მარილის გარეცხვას. ამელკა, მარილის გარეცხვა შეუძლებელია. ის წყალში დნება. კარგი, მაშინ სახლში ყველა გურსმის გაწმენდა. კარგი, ესეც არ გამოვა. სხვა აირჩიე. კარგი, რა სიტყვი ჭერის გაწმენდაზე? ეს ძალიან მაღლაა, განაგრძე. პიპოვე, კატის გამოკვება. ისე ეს ჩვეულებრივი ამოცანა არის. დაიწყეთ მუშაობა. ჯანდაბა, აქაურობა ადრე სუფთა იყო. მეგონა რომ ადვილი იქნებოდა ეს დავალება. რა მოხდება თუ? კარგი, შესრულებულია. სანამწებოვანი ლენტი გაუძლებს. ვაუ, აქ ბევრი ჭურჭელია, როგორც რესტორანში. გარეთ წვიმა. იქნებ წვიმამ ჭურჭელი გამირეცხოს. ეს უკეთესია. კარგი, შესრულებულია. კატას უკვე აჭამე? დავალებაში ნათქვამია, რომ მუსიას 30 ცალის საკვები უნდა კონდეს, 10 ქათმის, 10 ღორის და 10 საქონლის ხორცი. ამელკა, დაივიწყე, ყველა საკვები ერთნაირად გამოიყურება. დედამ რა შეამოწმოს? გავიგონე რაც თქვი. როგორ შეამოწმებს? გემოს ვერ გაუსინჯავს. მართალი ხარ, როგორც ყოველთვის უბრალოდ შევავსებ. კარგი. სამი დავალება შევასრულეთ. 97 დაგვშა შესასრულებელი. მოდი კიდევ 7 გავაკეთოთ და დანარჩენი უგულებელ ყოთ. სარეთს მე გავრეცხავ. კარგი და მე ჰაერში არსებულ ყველა მიკრობს დავიჭერ. როგორ აპირებ ამის გაკეთებას? ბადით აპირებ სახლში სირბილს? ფანჯარას გავაღებ და ისინი თავისთვის გაფრინდებიან. ეს გენიალურია. და ჩემი დავალება? თამაშის PlayStation 5-ზე გატესტვა. მართლა არსებობს ასეთი დავალება? კი, მაგარია არა? მომეცი აქ. ასეთი რამე არ წერია. მუშაობიდან თავის დაღწევას ცდილობ? უბრალოდ არასწორად წავიკითხე. შემთხვევით შემეშალა. კარგი, თხილად. თორემ დავალებას მოგცემლობ საკუთარი თავის ცემო. არ მინდა ეგ დავალება. კარგი, მისია გიპოვე. კატის ტუალეტის ყუთის გაწმენდა. ოღონდეს არა. მიდი, ეს რთული საქმე არ არის. მაგრამ უსიამოვნოა. ჰეი, რატომ არ ირთვება? სარეცხი მანქანა გაფუჭებულია. ხელით გარეცხე შენი ნივთები, სიყვარულით დედა. ხელით გარეცხვა? ქვის ხანაში ვარ? ეს ნივთები არც ისე ჭუჭყიანია. იქან დედამ ვერც კი შეამსნიოს.
არა, დედა აუცილებლად შეამჩნევს. ო, დედა სუნამო, ის აუცილებლად მოაშორებს სუნს. ახლა მათაც ისეთივე სიზუფთავის სუნი ასდის. წამოდით მიკრობებო, გადით ამ სახლიდან. დიახ, მალე ჰაერი სუფთა და ახალი იქნება. ჯინი, ფანჯარა დახურე, მცივა. არა, მე ჩემს დავალებას ვასრულებ. მაგრამ მცივა. არა უშავს. კარგი, ჩაიცვი თვილით დასაცმელი. სად ვიშოვო ისინი? ეს ამელკას სახლია და არა ჩემი. მაშინ საბანი დაიფარე, ავშივით იქცევი. დავალებებს გადავხედე. თუ კიდევ სამს გავაკეთებთ, დანარჩენებს უგულებელ ყოფთ. კარგი, რა გავაკეთოთ? კარგი, ლეო, შენ უნდა ბორში უნდა გააკეთო. ხოლოდ ჭამა შემიძლია, საქმის მომზადება არა. ეს არც ის ერთულია. უბრალოდ წაიკითხე რეცეპტი ინტერნეტში. კარგი. ჯინი და შენი დავალება ნახატის ჩამოსაკეთებლად ლურსმის ჩაჭედვა. არ ვიცი როგორ გავაკეთო ეს. რაცეთნა საჭირო, დაჭედებ და ჩაკუჩით ულტყამ. ამე ამასობაში დავალებას გავაკეთებ. იჩქარე, წვეულება 3 საათშია. მოდი ეს დავალებები დავასრულოთ და მერე შეგვიძლია წავიდეთ. ვაუ, ეს რა რაღაცეებია? აქამდე არასდროს მინახავს. კარგი, ჩაკუჩს გავს. ახლა ლურსმები უნდა ვიპოვო. კარგი, ახლა უნდა მოვიფიქრო, სად დავკიდო ნახატი. გასაგებია. კარგი, უბრალოდ არ უნდა ავაცილო. კარგი, პირველი ნაბიჯი ბოსტნეულის გარეცხვა. მაგრამ ისინი ისედაც საკმაოდ სუფთაა. კარგი, მეორე ნაბიჯი ბოსტნეულის დაჭრა. არა, ამას ძალიან ბევრი დრო სჭირდება. ორს ჩემი რეცეპტით გავაკეთებ. ო, ამ პასტით გემრიელი სუპი გამოვა. კარგი, მოიცა. ბორში მჭირდება და არა სუპი. სწორედ ეს მჭირდება. კეჩუპი ყველაფერს წითლად შეღებავს და ბორს გააკეთებს. სინამდვილეში ხორცი უნდა გამოვიყენო, ეს კარგი იქნება. გონი ორი საკმარისია. მარილი უნდა მოვაყარო. სულ ესაა. რამდენიმე წუთში ბორში მზად იქნება. ლეო, როგორ მიდის საქმეები? არა უშავს, ჯინი სურათი უკვე დაკიდე? არა, თითები აღარ მაქვს. ლურსმებს გულისხმობ? არა, თითები. აჰა, მოდი დაგეხმარები. კარგი. ეს რა სუნია? ამ სუნს გულისხმობ? ეს ჩემი ბორშია. აქაურობა საერთოდ ღორი ვიყარს. მოდი შენ გააკეთე ბორში და მე დავკიდებ ნახატს. მოიცა, თითები მткиვა. გაკვეთილები დასრულდა. ახლა დროა რომ სხვები შევამოწმოთ. გასაკეთე, მეგონა ბორშს ამზადებდი. მე და ჯინიმ გადავწყვიტეთ რომ გაგვეცვალა. ახლა ნახატს ვყიდებ. შენ გააკეთე ეს? კი, აქ. ლეო, ეს პოსტერია და არა ნახატი. რა განსხვავებაა? რადა? ნახატი ტილოზია დახატული. ეს პრინტერის ქაღალდია. ჯინიმ ყველა ლურსმანი გააფუჭა. სწორედ ამიტომ არ შეიძლება მისი ჩამოკიდება. მოდი სამზარეულოში არსებული საქმეები შევამოწმოთ. ჯინი, როგორ ხარ?
თითები მტკივა და საჭმის მომზადების საშუალებას არ მაძლევს. რატომ მაქვს ამ ბორს ასეთი ცუდი სუნი? ლეო, მასში რაღაც საზიზღარი რამ ჩააგდო. გემური კი არა, გემრიელია. კონკრეტულად რა ჩააგდე მასში? პასტა, კეჩუპი და ძეხვეული. ბორში სასე მომზადება არ შეიძლება. ამ ბორს ვერ შევინახავთ. ახლის გაკეთება მოგვიწევს. უნდა ვიჩქაროთ. დედა ნებისმიერ წუთს აქ იქნება. დედა უკვე აქ არის. დედიკო, ჩვენ ახლახან დავასრულეთ ჩვენი დავალებების შესრულება. ასე სწრაფად? აბსოლუტურად ყველაფერი? კი, შეგიძლია გადაამოწმო. ხედავ, ბორშიც კი გაგიკეთებიათ. გონი ამით დავიწყებ. გემრიელი ბორშია. მართლა? ო, კი, ვირთხების და ტარაკნების მოსაწამლად. კარგი, რატომ კიდია ეს ნახატის ნაცვლად? ნახატი იმდენად მახინჯი იყო, რომ გადავწყვიტეთ პოსტერი გაგვეკრა. რას ნიშნავს მახინჯი? 6 თვე დავხარჯე მის დახატვაში. უი, შენ დახატე? ეს მე არ ვიცოდი. კატის საკვების თითოეული სახეობიდან 10 ცალი უნდა იყოს. ისინი ყველა განსხვავებულები არიან. ყველას ერთი და იგივე ფორმა აქვს. აქ სტაფილოს არომატს ვხედავ. თუ დაგავიწყდა რომ ჩვენი მუსია სტაფილოს არ ჭამს? არ ვიცი. მე მუსიასთვის სტაფილო არასოდეს არ მემიცია. კარგი. აქ 40 ცალი საჭმელია და მუსია 30 უნდა მიიღოს. თქვენ რა? გინდათ რომ ის გასუქდეს? არა, არ გვინდა. ისე? სინამდვილეში მსუქანი კატები ძალიან საყვარლები არიან. კარგი, მე ჩუმად ვარ. ბავშვებო, რატომ არის სამზარეულოს ჭურჭელი გარეთ? ისინი ბანაობენ. კარგი, მე ჩუმად ვარ. კარგი, რას აკეთებს აქ ჭურჭიანი ტასაცმელი? ისინი ჭურჭიანი არ არიან, სუფთა, მე გავრეცხე. ჩემის უნდა მოთი გარეცხე ისინი? ასეა, მელკა? ოპს. ახლა ნახოთ როგორ დაალაგეთ ოთახი. ლეო, ოთახი დაალაგე, ხო? კი, იდეალურად სუფთაა. ის იდეალურად სუფთაა. ყველაფერი გააკეთა რომ ყველაფერი თავის ადგილზე დაელაგებინა. კი, კარგად გავაკეთე. კარგი. კარადაზე ეს წებოვანი ლენტი რა არის? არა, მისი შეხება არ შეიძლება. რატომაც არა? შიგნით ურჩხულია. მონსტრი, დიახ, არ შეიძლება შეხება. სისულელეა, მოაშორეს. მოიცა, ნუ გააკეთებ ამას. ასე გაასუფთავეთ აქაურობა, ხო? კოჩახ ლეო, ისევ გააფუჭე ყველაფერი. შეხედე ვილაპარაკობს. სამაგიეროდ. დავალება გავაკეთე. კარგი, გილოცავთ, ერთი დავალება შესრულებულია და 99 ვერ შეასრულეთ. კარგი დასაწყისია. კი, დანარჩენებს ხვალ შევასრულებ. და ახლა წვეულებაზე უნდა წავიდეთ. ო, არა, შეგიძლია წვეულება დაივიწყოთ, მაგრამ დედა, ჩვენ ძალიან ბევრი შენი ვისწრებთ. დავალებები უბრალოდ ძალიან რთულია. შეთანხმება გქონდა 100 დავალება შეასრულებდით და წვეულებაზე წახვიდოდით. კარგი, ხელახლა გავაკეთებთ. ამელკა, კარზე ზარი რეკავს. ასე რომ გააღე. და შენ რას აკეთებ? ვცდილობ ჭერი გავწმინდო. კარგი, მაშინ გავაღებ. გამარჯობა, კიტი. გამარჯობა, ლეო. ამელკა სახლშია? რა თქმა უნდა, ჯინიც აქ არის. არ გცივა? არა, არ მცივა. ყოველ შემთხვევაში ახლა კარგად ვარ. უბრალოდ თქვენი დახმარება მჭირდება. გამარჯობა, ამელკა. რას აკეთებ? ვცდილობ ჭერი გავწმინდო. ო, გასაგებია. რატომ არ გადადებ ამას რამდენიმე წუთით? ერთი პატარა საქმე მაქვს. არ შემიძლია, ბევრი საქმე მაქვს. სასწრაფოა. კარგი. მომისმინე, ეს კვირა კოლეჯში პრაქტიკა მაქვს. სკოლის მოსწავლეებს ინგლისურის გაკვეთილებს ვასწავლებ. ვიცი, ჩვენს ყოფილვართ ამ გაკვეთილებზე. სკოლის მოსწავლეებმა საუკეთესო მასწავლებლისთვის უნდა მისცენ ხმა. თქვენი ამოცანაა შეავსოთ ეს კითხვარები და ხმა მომცეთ. ეს მარტივია. ეს ნამდვილად არ არის სამართლიანი კიტი. ხო, ჩვენ მეორე მასწავლებელი მოგწონს. დახმარების სათხოვნად მოვედი თქვენთან. მე მეგონა, მეგობრები ვიყავით. კარგი, დაგეხმარებით, მაგრამ ყოველთვის არის მაგრამ. დაგვეხმარეთ დედის დავალებების შესრულებაში. კარგი, მაჩვენეთ თქვენი დავალებები. რები გაქვთ? ხუმრობ? ეს რა ხუმრობაა? არა.
მოიცა, აქ დავალებების ნახევარი სრული სისულელეა. ჩვენს ვიცით, დედამ ეს დავალებები განგებ გააკეთა. მას არ სურს რომ ამელკა წვეულებაზე წავიდეს. სულ ესაა პრობლემა? ეს ძალიან დიდი პრობლემაა. წვეულება დღეს საღამოსაა და მთელი კვირის დავალებები გვაქვს. მოიცა, უბრალოდ დაივიწყე და წადი წვეულებაზე. დედა დამსჯის და შინაპატიმრობაში გამომსვამს. შინაპატიმრობის ერთი დღე ამ დავალებების შესრულებაზე უფრო ადვილია. და კიტი მართალია. გარდა ამისა, ამ გზით შეგიძლია წვეულებაზე წახვიდე. თუ დავალებებს შეასრულებ, და გაგვიანდება. კარგი, როგორ არ მოვიფიქრეთ ეს? არ ვიცი. არ მინდა დედას მოვატყუო. არ არის საჭირო ტყუილის თქმა. უბრალოდ არაფერი არ თქვა. მოდი დაველოდოთ დედას საძინებას და შემდეგ წვეულებაზე წავალთ. დილით დავბრუნდებით, სანამ გაიღვიძებს. მადლობა, კიტი. გენიოსი ხარ. ახლა მჭირდება თქვენი დახმარება ხმის მისცემის პროცესში. ახლა არა. წვეულებაზე უნდა გავიქცეთ. მოიცა, მაგრამ მე დაგეხმარეთ. თქვენ მოღალატეებო. ზადვარ. მეც. ამილკა, დედა მოდის. მიდით, 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 მიდით. მეგონა წვეულებაზე წასასვლელად საქმეებს აკეთებდით. გადავწყვიტეთ წვეულებაზე აწავსულიყავით. ჯობია სახლში დავრჩეთ და პლანშეტზე მულტფილმებს უყუროთ. გამორთულ პლანშეტზე? მულტფილმები ჯერ არ დაწყებულა. კი, მოგვიანებით ჩავთავ. კარგი, რაც არ უნდა იყოს, მე დასაძინებლად მივდივარ. მაგარია, ძილი კარგია. კი, ძილი ნამდვილად ჯანსაღია. ღამე მშვიდობისა, დედა. კარგი, შეგვიძლია წავიდეთ. დავილოდოთ კიდევ 5 წუთი მინიმუმ, რომ ჩაეძინოს. კარგი. გონის წინავს. შესანიშნავია, შეგვიძლია წავიდეთ. ამაში უნდა დავრწმუნდეთ. მოიცა, ამელკა, სად მიდიხარ? დედა გძინავს. მას წინავს. გამოხდება თუ მას გააღვიძებ? ვიცი როგორ უნდა ვიყო ჩუმად. წამოდი, დრო იწურება. ჩუმად იყავი, ხმა არა მოიღო. ლეო, ბოდიში. ჰეი, მოიცადეთ. კიტი, შეგვაშინე. ასე ნუყვირი, თორემ ამელკას დედას გააღვიძებ. თქვენ მითხარით, რომ ხმის მისცემაში დამეხმარებოდით. გავაკეთებთ, მაგრამ ხვალ. ხო, ახლა კი წვეულებაზე მივდივართ. მაგრამ ხვალ, კიტი, ხვალ. რა არის ეს? ვინ გადის სახლიდან ასეთ დროს? ამელკა, ლეო, არის ასე მიჯახუდება, რა საჭირო იყო? კარგი, ბოდიში, არ მინდოდა. იმედია დედა ჩემმა ეს არ გაიგო. წამოდი, წავიდეთ. მოიცა, გარეთ გნელდება და საშიში გახდება. მერე რა? რატომ არ ვჩებით სახლში და ვუყუროთ აქ მულტფილმებს? ჯინი, კარგად ხარ? ამდენი ვიშრომეთ და უკან დავიხიოთ? სიმღერაში სიარულის მეშინია. 1 საათში დაბნელდება. ტაქსი მოვიძახებთ და წავალთ. ოკეი, ტაქსით თანახმავარ. ვაუ, ამელკა, შენგან ამას არ ველოდი. შემოდი. საღამო მშვიდობისა. იცოდით რომ ამელკა და მისი მეგობრები წვეულებაზე გაიქცნენ? კი, დავინახე ისინი. დილით მას აუცილებლად დავში. არ ამგონია რომ მხოლოდ სასჯელ მასწავლოს რამე მას. კარგი, მაშინ რას ვთავაზობ? ერთი იდეა მაქვს. შეიძლება შენი მანქანა ვითხოვო? ძალიან მცივა. კინაღამწვიმაში დავშვალდით. დიახ, ცოტას და მაკიაჟის ხელახლა გაკეთება მომიწევდა. ჰეი, ამდენ ხანს რატომ არ მოხვედი? ლეო, ნუ ხარ ასეთი უხეში. კარგი, ცუდ შეფასებას დაუწერ მას. შეიძლება ტაქსის მძღოლი ახალია და გზა ვერ იპოვა. სამსახურში პირველ დღეს ნერვიულობს. კარგი, ცუდ შეფასებას არ დაუწერ. ჰეი, რატომ არ მივდივართ? აუ! ლეო, გაჩერდი. ბოდიში მეგობარო, უბრალოდ წვეულებაზე წასვლა გვეჩქარება. კარგი ნიღაბი გიკეტია შენ. ჩემ წვეულებაზე მოდიხარ, არა? გარდა იმისა, რომ ჰელოუინი არ არის დღეს. რა საყვარელი ბავშვები ხართ? ძალიან კარგი. შესანიშნავ ცვილის ფიგურებს გავაკეთებ. რა ცვილის ფიგურებს? წითელ კუდებს დაგაფარებთ და ცხელ ცვილს გადაგასხამთ. და ჩემი ბაღისთვის შესანიშნავ ჯუჯებს გავაკეთებ. მაგდარი იქნება. ეს ტაქსისტი არ არის, ეს მანიაკია. ვაიმე, დედიკო, არ მინდა ბაღის ჯუჯა ვიყო. შულზე ალერგია მაქვს. არა.
სახლიდან არ უნდა ვსულიყავით. ცუდი იდეა იყო. დედა, მე დედასთან მინდა წასვლა. გაგვიშვიგთ, ხო? კარგი, შანს მოგცემთ. 10 წამი გაქვთ გასაქცევად. აბა თქვენ იცით. დროისათვლა წავიდა. მე ისინი მოვატყუე. სახლში ვართ. დედიკო, ჩვენ ბაღის ჯუჯები არ ვიქნებით. კარგი, სად იყავით აქამდე? დედა ძალიან მიხარია შენი ნახვა. მანიაკ მაგაგვიტაცა. გაგიტაცათ? სანამ წვეულებაზე მიდიოდით? ყველაფერი იცი, ხო? ხანჯვიდან გიყურებდით, როგორ გაიქეცით სახლიდან. ძალიან წუხვართ. დედა, ბოდიში, ამას აღარ გავაკეთებ. კარგი, სახლში დავრჩებით და მულტფილმებს უყურებთ. ჩვენ შევასრულებთ ყველა დავალებას, რაც დაგვავალეთ. დადვართ ჩვენი სასჯელისთვის. კარგი. გონი საკმარისად დაისაჯეთ. დღევანდელმა საღამომ ბევრი რამე გასწავლათ. მართალია. შეგვიძლიათ მულტფილმების საყურებლად წახვიდეთ, მაგრამ ჯერ თქვენს მეგობარს უნდა დაეხმაროთ. დიახ, თქვენ დამპირდით, რომ ხმას მომცემდით. კარგი, მომეცი აქ. საინტერესოა, ვინ იმალებოდა ამ მანიაკის ნიღბის ქვეშ. მას ცვილის სახე უნდა ჰქონდეს. არწმუნებულიო, რომ ის მანიაკი ისეთი ბოროტი არ არის, როგორიც გამოიყურება. ვფიქრობ, რომ ის საკმაოდ ლამაზია. იქნებ მაყურებელმა იცოდეს, ვინ არის ის. ბავშვებო, კომენტარებში დაწერეთ, თუ იცით, ვინ იყო მანიაკი. დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არ არხი. დაგავიწყეთ, არის გზაზე დაჭერა, რომ არ გამოვტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას!